ჩვენ შემატკივრობთ დონალდ ტრამპს ზოგადად გლობალური ომის პარტიის Deep State-ის დამარცხებაში. ეს არაერთხელ გვითქვამს, ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენი მხრიდან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ყველა იმ პარტნიორთან, რომელიც გვყავს შესაბამისად, მხოლოდ წარმატებებს უსურვებ დონალდ ტრამპს. ის აქტი, რომელიც დღეს ჩვენი დროით გამთენიისას დაამტკიცა უკვე წარმომადგენელთა პალატამ, ეს არის სამარცხვინო აქტი, პირდაპირ შეიძლება ითქვას და ასე რომ ჩვენ ველოდებით უკვე რომ იმედი გრჩებათ 359 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი ამ აქტის მიღებას. მათ შორის ბევრი არის ტრამპის გუნდიდან. ის განხილვები, რომლებიც არსებობს, ძალიან საინტერესო არის და ჩვენ უკვე დაველოდებით სენატში რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტი არის ის ჩანაწერები, რომელიც ამ იმედი გაქვს რომ ხელს არ მოაწერს ტრამპი ამ დოკუმენტს. არის მეგობარი აქტის გარდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის მტრული აქტი. და ვიქონიოთ, რომ ტრამპი დაამარცხებს Deep State-ს, მაგრამ თუ ვერ მოახერხებს, ეს რა თქმა უნდა სამწუხარო იქნება, არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისათვისაც. ახლა რა ჩანს? ამოცემლობით 359 კონგრესმენი რომ მხარს უჭერს მეგობარი აქტის მიღებას. თქვენი პროგნოზი როგორია? შეძლებს ტრამპი Deep State-ის დამარცხებას, იმიტომ რომ მისი გუნდის ბევრმა წევრმა დაუჭირა მხარი ამ აქტის მიღებას. მაგას ვამბობ, არ ვიცი, გამოჩნდება, შეძლებს თუ ვერ შეძლებს ტრამპი Deep State-ის დამარცხებას, გამოჩნდება და თუ ვერ დაამარცხებს, ეს იქნება სამწუხარო არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნისათვის. ამ შემთხვევაში თქვენს პოლიტიკურ მომავალს როგორ ხედავთ? ქართული ოცნების პოლიტიკურ მომავალს თუ ტრამპის ქართული ოცნება ვარ ხო იცი? მომავალი დამოკიდებული იქნება რამდენად გააგრძელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, მმართველი პარტია ხალხის ინტერესების თანხვედრაში ყოფნას. ტრამპის მხარდაჭერა იქნება თუ არა ქართულ ოცნებას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რამ მხრივ მეკითხებით, რა კუთხით მეკითხებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მინამობს რომ უმნიშვნელოა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ხალხის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ლეგიტიმაციას ვინ აძლევს მმართველ გუნდს? ხალხის მიერ გამოხატული ნება, რომელიც არჩევნებზე ფიქსირდება. ეს არის ყველაზე მთავარი. ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით და თუ ეს თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, იგი მნიშვნელოვნად დააზიანებს ორქულ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებაც ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამარცხოს ეგრეთ წოდებული Deep State. სამწუხაროდ ის ტენდენცია, რომელიც ახასიათებდა წინა ადმინისტრაციას, სამწუხაროდ გრძელდება, თუმცა რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება, მათ შორის უკვე სენატის, მერე უკვე პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება ერთგვარი გაკოსის კახალდიც კი იყოს საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა კიდევ მეორე, რა თქმა უნდა ის რომ ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე, Deep State-ზე, ამაზე თავად პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს და კიდევ მეორე ჩვენთვის ძალიან დიდი სურვილი იქნება თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხოს. რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის, რა საჭიროებები არის დღეს სოფლიოში, მათ შორის მშვიდობის ენერგიული თვალსაზრისით, რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ყანონად არ იქცევა. თუმცა დაველოდოთ.